მოგესალმებით, ეს არის Monolith Records-ი. დღეს ჩვენთან სტუმრად იქნება ალექსანდრა შაკაია. გაგვაცნობს თავის პირად ცხოვრებასაც, თავის კარიერასაც და მოგვიყვება ისეთ ისტორიებს, რომლებზეც ჯერ არ გვისაუბრია, მათ შორის პრობლემატურ საკითხებსაც შევეხებით დღევანდელ გადაცემაში. მოგესალმები, ალექსანდრა. აი, მომიყევი, რას გულისხმობდი, ანუ რა პრობლემები აქვთ ქალებს ამ საკითხში? მეუბნება, რომ ალბათ ვიმიტო დაგაკრავინესო, რომ გვაქვს მენტალიტეტში მსგავსი პრობლემა რეალურად, ანუ მართლა არსებობს და მოყვეს მაგას. კი. მუსიკაში. ბაზებული, მაგრამ მე რო აქ დაუკრა, მე ეს რა სიტყვის, ის აღარ დამაკრავინებს, აი გელას ქორწილში შეიძლება არ დაუკრა. თუმცა აფექსვის ქორწილში დაკრული აქვს. ხო. თუ გინდა რომ ვიმუშაო ისე, როგორც შენ საქმეს აწყობს, მაშინ უნდა გადამიხადო ისე, როგორც მე მაწყობს. რომელიც არასოდეს არ იქნება. ხო, ანუ შეუძლებელია რაღაცისთვის იბრძოდე და თავისი შედეგი არ დადოს ამ ყველაფერმა რა. ეს სხვათა შორის შევამჩნიე, რომ აი ყველა არტისტთან ჩვენი გადაცემა იწყება ხოლმე ეს მისალმების დროს ყველას ეცინება და ოკეი, რაღაც კარგი შეგრძნებით იწყება. მე მგონი აი პირდაპირ ეგრე უნდა შეხვდე მაშინ რა, რომ აი სამჯერ გამარჯობა არ თქვა რა. ოკეი, მართალია. კარგი, მოკლედ რა მინდოდა შენთვის მეკითხა და ამ თემებთან დაკავშირებით გვესაუბრა. ყველას ძალიან მაინტერესებს კონკრეტულად ეს ქალ არტისტებთან დაკავშირებით საკითხი, მაგრამ ამას ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდეთ დასაწყისისთვის. მოგვიყევი შენ სახელს რა დატვირთვა აქვს კონკრეტულად როგორც არტისტზე, იმიტომ რომ ზოგ არტისტს აქვს რაღაც გვარის შემოკლებული ვერსიები ან რაღაც გამოგონილი სახელები ან რაღაც მსგავსი და აი შენთვის როგორია ეს ყველაფერი ან რა ემოცია ამასთან დაკავშირებით რომ მითხრა? ბევრი ვიფიქრე სხვათა შორის ჩემ სახელზე რა უნდა მქონოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ესე დაალაგდა რომ ჩემი სახელი მერგო ჩემი დიდი ბები ისგან, რომელიც ვიცი რომ ძალიან ძლიერი ქალი იყო სამწუხაროდ. დიდი ხანი ვერ მოვესწარი, მაგრამ რო უყურებდი რაღაც ბევრ საერთოს პოულობდი მაგალითად იმას რომ ძალიან დაინტერესებული იყო სპორტით, მათ შორის ფეხბურთით და ფეხბურთის ფანი ვიყავი ბავშვობაში ძალიან კარგად თამაშობდი. და მე როგორც ადამიანიც ძალიან მიყვარდა და რაც მაქვს მოსმენელი ისტორიები, ჩემთვის ძალიან სამაგალითო ქალიც იყო. და მე ბევრი ცოტა ვიფიქრე, მივხვდი რომ აი რატო უნდა მერქვას რამე სხვა, როცა შემიძლია რომ პირველი ის სახელი ვატარო, რაც ჩემთვის ძალიან საამოყო და მეორე მგონია რომ მართლა ძალიან მომესახელე, იმიტომ რომ ბევრი კომპლიმენტები მიიღე ამ სახელთან დაკავშირებით, რომ აი ალექსანდრა თუ რაღაც და გავწუდა რომ მან დარჩენილიყავი. მინდოდა ჩემი გვარიც გამოჩენილიყო, ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ ალექსანდრაც უკვე ძალიან გრძელი სახელია, ამიტომ დავტოვე ეგ. ოკეი. ემოციურად ძალიან ბევრი ამის მატარებელია, ასე რომ ვთქვა ჩემთვის. მშვენიერი. საიდან იწყება შენი მუსიკალური კარიერა? აი, მაინც სცენაზე გამოჩენას არ გულისხმობ, ანუ შეიძლება რამე იდეა ჰქონოდა ან რა მიგიყვანა ამ მომენტამდე ცხოვრებაში? მე მგონია რომ როგორც ყველა ჩემს მერე და ჩემამდე იყო სტანდარტულად ბავშვობიდან მოდის, რა თქმა უნდა. დედაჩემი არის ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაცია, იმიტომ რომ მუსიკის მოსმენა რო დავიწყე დედის პლეილისტით, იმიტომ რომ სულ რაღაც ისეთ მუსიკებს მოსმენდა ხოლმე ჰიპ-ჰოპს უფრო და მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი, ტელევიზორში ქონდა რაღაც DVD და CD და რო შეაერთა უცებ რაღაც ჩდება ესეთი სცენა, რომ ვიღაც კაცი არის შავკანიანი, სუწითლებში ჩაცმული და იწყებს რაღაც ჰიპ-ჰოპის სიმღერას და ეგ არის Kanye West-ი. ჩემი საყვარელი არტისტია დღესაც, პიროვნულად მესმის რომ შეიძლება ცოტა დალაგებული არ იყოს, მაგრამ იმის იქეთაც ქმნის და აკეთებს, გონია რომ ძალიან სასწაულია. და მან რომ მოვიწამლე ესე ვთქვათ ამ ჰიპ-ჰოპით, მე რო უკვე დედა როცა ჯდებოდა ტელევიზორთან და ამ DVD-ს აერთებდა და სიდებს უშვებდა, მივხვდი რომ ყველაფერს უნდა მომესმენა. ნუ მერე იყო ჯექსონი, მერე იყო რაღაც ბარი ვაიტ, ნუ სტანდარტულად იმ პერიოდში რაც იყო. და მან მივხვდი რომ ხო, მე მგონი ხო არ ჯობია რომ ჰიპ-ჰოპ არტისტობას მივაწვე და დავიწყო რაღაც მუსიკას. ნუ მე აღმოაჩინა რომ ხმა არ მაქვს და ვერანაირი ჰიპ-ჰოპ არტისტი მე ვერ გამოვალ, იმიტომ რომ არ მაქვს მონაცემები. მაგრამ სხვადასხვა ძალიან კარგად გამომდის ტექსტის წერა. ოკეი. და ნუ მე რომ მივხვდი რომ რაღაც ჩემშიც არის ნიჭი, იმიტომ რომ ესე მიყვებით. ან შენ ნაწარმოებებიც გაქვს ესე იგი, ხო? კი, რომელიც ჯერჯერობით რა ალბათ არც არასოდეს არ გამოვიტანე ესე საჯაროდ, მაგრამ მან მივხვდი მე რომ უკვე როცა მანქანაში უჯდებოდი დედას და დავდიოდით ძალიან ბევრს, ნუ აქეთ-იქით, მან უკვე ცოტა ნელ-ნელა გადადიოდა ხოლმე რაღაც ელექტრონული მუსიკისკენაც. და უკვე დიდასაკში როცა მივხვდი რომ ესმინდა და ძირითადად მიჯაჭვული ვარ ინსტრუმენტებთან და სულ რაღაცას ვაკეთებ ჩემით და ნუ თვითნასწავლი ვარ ყველაფერში და რომ ვეცადე ნუ რომ ეს არტისტობა ჩემი არ არის, მე მივხვდი რომ რაღაცნაირად მაინც ჩემი საქმელი მუსიკით უნდა ვთქვა და რა იყო ეს მიმართულება არ ვიცოდი. და როცა გავხდი 17-ის პირველად წავედი კლუბში გალერეი. ოკეი, გალერეა. ხო, ნუ ყველა მან მივედით ალბათ პირველად, ნუ არ ვიცი მე ყოველ შემთხვევაში და
მან მივხვდი რომ შეიძლება ეს არის ის რის გაკეთებაც მინდა, იმიტომ რომ ანუ დაჟე შენ სხვა არტისტების განვლილ გზასაც მოესწარი, ხო? ძალიან ბევრი წელი კი ეგ იყო ჩემი დაკვირვა, ანუ ვაკვირდებოდი სულ მე როცა მუშაობა დავიწყე მტკვარზე, ბექსტეიჯზე ვიდექი სულ და რომ მინდოდა რომ ყველაფერში გარკვეულიყავი, სულ უყურებდი ხელებში რა შვებოდნენ, აი რა საკეთებდნენ, როგორ გრძნობდნენ, ანუ ეს body language როგორ არის, ეხლა შეიძლება დამცინდა საამბრო, მაგრამ სხეულის ენაზე აი როგორ შეიგრძნობდნენ. და მანდ მივხვდი რომ ხო ეს მინდა რომ ვაკეთო, თუმცა აი ამ ეს მინდა ვაკეთო გაგრძელდა ძალიან ბევრი წელი. იმიტომ რომ ჩემ თავს ვაკვირდებოდი, არ ვიცოდი საბოლოოდ რაც უნდა ჩამოვაყალიბებულიყავი, თუმცა იყო ბევრი მოსაზრება რომ უნდა დაიწყო, მიდი, გააკეთე და არ მინდოდა რომ ესე რიგითი ჩვეულებრივი DJ ყოფილიყავი, ვინც უბრალოდ რაღაცა აპარატურა შეისწავლა და დადექი დაუკარი რა. ჩემთვის უფრო მეტად მგონია რომ ემოციურ დონეზე დადის ისე და ისე. ძალიან ემოციური ვარ, ხო. და ჩემთვის მუსიკა არის ჩემი თავის გამოხატვა. ძალიან ბევრი ამის თქმა მინდა, თუნდაც იმის რომ ქალი დაიბადო და ძალიან ბევრი პრობლემა შეეჯახო, ეს უკვე თან ესეთი რამ არის. ამიტომ ხო ჩემთვის უფრო სხვა რამ იყო დიჯეინგის დაწყება, ვიდრე ეგრევე რომ კაი ახლა მე ამათ უყურე ხელებში, ვიცი რას როგორ აკეთებენ, რაღაც სხვადასხვა მუსიკას უსმენენ, მე ერთ და იგივე ესე სვავენ. და ბევრი წელი ვიფიქრე და საბოლოო ჯამში ნუ გადავლახე ეგ ყველაფერი და დავიწყე 2 წელია. მშვენიერი, მე მაინტერესებს აი ემოცია ახსენე შენ წერან რა და იმ დასაწყისიდან დღემდე შეიცვალა რამე მაგალითად როცა პირველად სცენაზე გამოხვედი, ანუ ის ემოცია რაც ადამიანებისგან მიიღე. ანუ როგორ ფიქრობ, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი? აი ამ კონკრეტულ მოცემულობაში და სფეროში, იმიტომ რომ ემოციები ყველგან მნიშვნელოვანია ძირითადად, ანუ ესაა ჩვენი მამოძრავებელი ძალა, მაგრამ აი შენთვის რას ნიშნავს მაგალითად ეს ადამიანებისგან წამოსული ენერგია? აი სიმართლე რო გითხრა, თავიდან მეგონა ხოლმე რომ, იმიტომ რომ თავიდან რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შენი მეგობარი დაგყვება და შესაბამისად უფრო მეტად გამხნევებენ და მათი შეძახილება უფრო ბევრი იყო. და მეგონა ხო. და მეგონა რომ ხო ეხა ჩემი მეგობრები არიან და ნუ იყოლებ dance floor-ს მაგ მომენტში რა, როცა 10 ადამიანი კივის, მე-11 უეჭველი აყვება. და მეგონა რომ ხო, ნუ ალბათ უბრალოდ იმიტომ რომ მე ვარ და მათი მეგობარი ვარ. თუმცა მე ნელ-ნელა უკვე რომ ეს გაიფილტრა და ჩემმა მეგობრებმა რომ ნაკლებად დაიწყეს სიარული, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე თუმცა დღემდე დადიან, მაგრამ ერთ და იგივე ის რო უსმენენ და მე ძალიან უცხო გარემოში რო აღმოჩნდი ქვეყნის გარეთ და მივხვდი რომ მანდ მარტო მე ვარ და საერთოდ უცხო ადამიანები და მათგან რო წამოვიდა ეგ საფორთი და შეძახილები, მანდ მივხვდი რომ მე მგონი ძალიან სწორ ამას ვაკეთებ. და კიდევ ის გამომჩა მეთქვა ჩემი მჭიდრო კავშირი ყველაზე მეტად მუსიკასთან რაც არის, ის არის რომ ბევრჯერ მილაპარაკე ამაზე და როცა პირობითად რაღაც მტკიოდა, მიხაროდა, მწყინდა და ასე შემდეგ და არავინ გარშემო არ მყავდა, ზუსტად ვიცოდი რისთვის უნდა მომესმენა და მუსიკა იყო ჩემი დამლაპარაკებელი სულ. და მანდ მივხვდი რომ როცა ყველაზე მეტად ემოციურ დონეზე არ აქვს მნიშვნელობა რასგან ვიცდი, მაშინ ყველაზე მეტად ახლოს არის ჩემთვის მუსიკა და სწორედ ეგ მინდა რომ გავაკეთო და ეგ ყველაფერი რაც მე შევიგრძენი მაგით მინდა რომ ადამიანებსაც იგივე ვაგრძნობიო. თუმცა მაგამდე ძალიან ბევრი მაკლია. მან და მგონია რომ ძალიან სრულყოფილად გამოხვიდე, მაგრამ მან სულ ეგრე როცა უკრავ ხოლმე ვცდილობ რომ რაღაც ისეთი ტრეკი გავუშვა, სადაც უფრო მეც ლაპარაკობენ, ნაკლებად უსმენს ჯერჯერობით ხალხი, მაგრამ არის რამოდენიმე მსმენელი, მაინც რომ აი სულ ვილაპარაკო რაღაც პრობლემაზე რაც არის. ოკეი. ჩემს საიტში აუცილებლად არის ეგეთი ტრეკი, რომელიც რაღაც პრობლემაზე აუცილებლად საუბრობს. ანუ ხას უსწრებს ძირითად შემთხვევაში ეს ემოციურ მონაკვეთს აღძრავს რა ადამიანებში. ხო, ანუ რაღაც რო ხდება ხოლმე და როცა ვიცი რომ შემდეგ დღეს დაკვრა მაქვს, სულ ვცდილობ რომ უბრალოდ ისე არ წავიდე და რაღაც დაუკრა ჩემი მოვალება მოვიხადო. მინდა ხოლმე რომ აი თქვა, აი რაღაცნაირად გასაღები არის ჩემთვის ეგ მუსიკა. ოკეი, ანუ შენს პიროვნებასთან ერთად მათ შორის შენს რაღაც მოსაზრებას და აზრებს გამოხატავ შენი მუსიკით, ხო? უფრო კი. შენერი ძალიან კარგი. ალექსანდრე, ამინდა გითხო, ანუ ზოგი არტისტი თulis რომ მაგალითად დაკვრის წინ, ანუ არც ისეთი მნიშვნელოვანი არ არის მაგალითად სელექციის მომზადება. ზოგი პირიქით თulis. ანუ თითქოს რაღაც ორად არის აზრები გაყოფილი. აი მე მაგალითად მქონდა მომენტი რომ ერთ აზრზე ვიყავი, მქონდა მომენტი როდესაც მეორე აზრზე აღმოჩნდი. ოღონდ ამას ჰქონდა თავისი მიზეზიც რა, პრაქტიკიდან გამომდინარე. მაგალითად ახლა ჩემთვის ანუ მე ზოგადად დაკვრის წინ იმდენად მზად ვარ ნებისმიერი სტუმრისთვის, ვინც არ უნდა იყოს იქ მოსული, ანუ რა კატეგორიაც არ უნდა იყოს ხალხის მოსული. ნუ ხა იმას არ გულისხმობ რაღაც ტრეშზე არ მაქვს საუბარი, ხვდები, ანუ შესაბამის გარემოში რა. შესაძლებელია რომ რაღაც ერთი სელექცია არ მოერგოს ამ მსმენელს. და ამისთვის მზად ვარ მე პირადად, ხვდები რა, ანუ იმპროვიზაცია შემიძლია ნებისმიერი კუთხით. და შენთვის როგორ არის ეს ყველაფერი, ანუ მაინტერესებს შენ როგორ უყურებ ამ საკითხს, მნიშვნელოვანია თუ არ არის მნიშვნელოვანი?
პირადი გამოცდილებით რო ვთქვა, თავიდან როცა დაკვრა დავიწყე, სანამ კლუბში წავიდოდი, მანამდე სახლში ერთი კვირით ადრე, აი საათობით ვმზადდებოდი, რომ ყველაფერი თანმიმდევრულად ჩატარებული იყო, ანუ წინასწარ ვმზადდებოდი. ნუ ეგრე გაგრძელდა წელიწად ნახევარი. მე უკვე ნელ-ნელა პრაქტიკაში რო შევედი და მოიტანა მაგ ყველაფერმა, რომ შეიძლება ისეც ქნა, რომ შეიძლება დაალაგებული კონდეს, მაგრამ შეიძლება სხვა რამე დაგხვდეს. კი. და ახლა ცოტა ისევა რა, რა თქმა უნდა, დაალაგებული მაქვს პლეილისტები და ვიცი წინასწარ რასაც დაუკრავ და გადაწყობილი, გადმოწყობილი მაქვს, მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ პირობითად თუ warm-up-ზე არ ვარ და warm-up-ი ძალიან გამიხურეს და მიწევს რომ მე ანუ აღარ ვიცი რომ ეს ჩემი პლეილისტი არ უხდება, მაშინ ხო მიწევს რომ იმპროვიზაცია გავაკეთო და სხვადასხვა ჯერჯერობით ესე არ და-failable ვარ. ამიტომ ხო ანუ ორივე შემთხვევა ალბათ ვინ როგორ მოირგებს რა, მაგაზე უფრო არის დამოკიდებული. კი, და რაღაც წილად გამოცდილების საკითხიცაა. კი, მე სხვადასხვა იმიტომ ვფიქრობ საჭიროა იმპროვიზაციაც იცოდე ამ საკითხში, იმიტომ რომ შეიძლება დაგხვდეს ისეთი გარემო, სადაც უბრალოდ არ ხარ ამ ყველაფრისთვის მზად და აბსოლუტურად სხვა მუსიკა გაქვს და ანუ შეუცაბა მოიქნება შენთვის ეს ყველაფერი. მე ხა უფრო ახალი არტისტი ვარ, DJ, რომელსაც ესე ხალხი არ იცნობს და საერთოდ არც იცის ჩემი მუსიკა და ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ მივსულა ვიღაც ესე ადამიანები მოსულან და იქიდან მიყვირა, რომ ჩააჭიდე, ვერ ფიზიკურად ვერ ჩავაჭერე, იმიტომ რომ არ ვარ ეგ არტისტი ხო, რომ ვინც დააჭერდეს და რაღაც. ამიტომ მე რაღაც ტრეკები მაინც მაქვს, რომ აი თუ ეგეთი მოთხოვნა რომ უნდა ჩავაჭერო, მოდი 5 წუთი ჩავაჭერ და მე მივხვდებიან, რომ აქეთკენ ვერ წავიყვან ბოლომდე რა. იცი რა, ჩაწერამდე რამოდენიმე რაღაც კითხე და ძალიან ესე ლაითად უყურებ შენ გავლილ გზას და ჩემი გადმოსახედიდან და მათ შორის მით უმეტეს თუ გალერეში იყავი პირველად, ანუ დაახლოებით ერთი და იგივე გზა გვაქვს გავლილი უბრალოდ. მე მაშინვე დავიწყე რაღაცეების კეთება და უფრო მეტად ჩავერთი ამ საკითხში და შენ სავარაუდოდ ცოტა უფრო გვიან დაიწყე ეს პროცესი და ნუ რატო გეუბნები იცი ამას, ანუ ამ გადმოსახედიდან ეხლა მე რასაც ვუყურებ არტისტები ვინც არიან პირველ გადაცემაში მოკლედ გიორგი მიღადავა რომ ქვა რო ავაგდოთო DJ-ს დაეცემაო თავშიო იმდენი არიანო რა. ხო და იდეაში ესე ჯერ არ დამცემია ხო ის ანუ იმის თქმა მინდა ამითი რომ რასაც აკეთებ ძალიან ხარისხიანია ჩემი აზრით და დასაფასებელია იმიტომ რომ ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი გეწოდინება შენც ვინც ცდილობს რომ მინიმუმ იმ დონეზე დადგეს რა დონეზეც დღეს დგახარ შენ და რესპექტ ამისთვის, იმიტომ რომ არ ვიცი ამისთვის რა გზების გავლა მოგიწია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ხო ხტები საქმე გამოხატავს ასე თუ ისე შენს გაკეთებულს და გამლილ გზას და არ შეიძლება რომ რაღაცას კარგად აკეთებდე და ამას იგონებდე, ანუ რასაც აკეთებ, კარგად აკეთებ, იმიტომ რომ არსებული საკითხი გესმის და ზუსტად ამიტომაც გეუბნები რომ მართლა ძალიან კარგია რაც არის მეც არ ვარ ხა ისეთი ადამიანი და იმ დონის ადამიანი ანუ ამ საკითხში რომელიც რაღაცებს ესე დაწვრილმანებით დააკონკრეტებს რატომ ხო ხტები მაგრამ თვითონ სეგმენტს რომ გადახედო ვინც ამ ინდუსტრიაში არის ჩვენს გარშემო ჩემი აზრით ერთ-ერთი ძალიან კარგი არტისტი ხარ, რომელსაც საკმაოდ დიდი მომავალი აქვს. თავარია რომ არ გაჩერდე ჩემი გადმოსახედიდან და მეტი ახალი სელექციაც და არ ვიცი, პროდიუსინგით თუ ხარ დაკავებული, მათ შორის შენი ნამუშევრებიც რო უფრო მეტად გააცნო ადამიანებს და ბარემ ამასაც კითხავ, მუშაობ თუ არა პროდიუსინგზე და ამ საკითხში რა შვები. კი ბევრი წლის წინ დავამთავრე CS-ში კურსი Ableton-ის, მანამდე ვცდილობდი რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ როგორც თქვი, სანამ DJ-ს დავიწყებდი, ძალიან ბევრი წელი ჩემთვის ვაკვირდებოდი და ეგრე ვარ პროდიუსინგშიც. ვიწყებ რაღაცის წერას, მეორე დღეს ვიღვიძებ სხვა ხასიათზე ვარ, მესამე დღეს ვიღვიძებ სხვა ხასიათზე ვარ და ძირითადად უფრო მეტწილად მიყვარს ტექსტის წერა, ანუ ლირიქსის წერა. ბევრი დაუმთავრებელი ტრეკი მაქვს და მგონია რომ უბრალოდ მან და რო არ ამ წამს რო დავждე, დავწერო, იმიტომ რომ როგორც შემითხარი არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლა რაღაცები გაკეთებული მაქვს და სადღაც დამიკრავს და რაღაც ამ წელში რაღაცას მივაღწიე, მაინც არასოდეს არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი, ალბათ მგონია ეს უფრო ჩემი პრობლემაა, ჩემი შიშის და ჩემი დამტკიცების, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ უკან რო დავბრუნდეთ და ვთქვათ, რომ ქალი როცა ხარ, ბევრი რამის უფრო მეტად დამტკიცება გჭირდება და მაგიტომ სულ ისე ვარ, რომ აი ხო მადლობა ძალიან დიდი ყველაფრისთვის, მაგრამ მე არ ვთვლი რომ ჯერ ისეთი არტისტი ვარ პირობითად ან DJ რომ შეიძლება თქვა რომ ვაიმე ეს რა მაგარი გამოვიდა და რა მაგარსაც დაადგა. ხები ეგრე ვარ პროდიუსინგში, მოდი შევ გაწყვეტინებ. მანდაც კიდევ რო გამეორდა ისე და ისე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და თუ ის რაღაც ტრეკი ჩემთვის ზუსტად ჩემს სათქმელს ვერ იტყვის, მაგამდე ესე არ მაქვს მაგის ამბავი რომ გამოვიდო.
აი ახლა რადგან საუბრობთ ერთ მაგალითი მინდა მოვიყვანო რა, ანუ სამყაროს და გარემოს ნებისმიერი კუთხიდან რო გახედო, ჰორიზონტი არასოდეს არ მთავრდება. ანუ რამდენიც არ უნდა იარო, ის ყოველთვის მაინც იგივე დარჩება რა. და ვფიქრობ, რომ მით უმეტეს ელექტრონული მუსიკა ძალიან ჰგავს ამ პროცესს, ხო ხდები? ანუ არ შეიძლება რომ აქ სადღაცას თქვა, რომ იცი რა, მე არტისტი შემდგარი ვარ. იმიტომ რომ შენ სადაც გაქვს აბსოლუტური გასაქანი, აბსოლუტური რა ვიცი, იდეების უსაზღვროველი მოკლედ რა. მე ვთვლი, რომ პირიქით ესაა პრობლემა ზუსტად იმ არტისტების, ვინც თვლიან, რომ როგორც არტისტები აი შედგა რა პიროვნება, ხო ხდები? იმიტომ რომ არ შეიძლება ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ასე თვლიდე ზუსტად ასეთ გარემოში, ანუ საკითხი, რომელიც არ შეიძლება დამთავრდეს, შესაბამისად ვერ ჩენ ვერ იქნები, ანუ შენი ვერ დასრულდება შენი კარიერა, ვერ დასრულდება შენი განვითარება, ხდები? ხო და ანუ არიან არტისტები, ვინც ასე თვლიან და ნუ ეს უკვე მათი პრობლემაა და მათი გადმოსახედია და მე ვერ ჩავირევი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა როგორც ინდივიდუალური ადამიანი მე პირადად ასე ვთვლი და ასე მიმაჩნია. დასაწყისშიც თქვით და ხაზი გავუსვი, რომ აი ეს რაღაც როგორც ქალი არტისტი და საუბარშიც სანამ ჩაწერაზე მოვიდოდით ეს საკითხი ცოტათი გავიარეთ და შესაბამისად არც იქ არ დავკონკრეტებულ ვარ, რას გულისხმობდი, იმიტომ რომ ჩემი ჩაწერის და ამ პროექტის მთავარი მიზანი ზუსტად ეგაა, რომ ანუ ის იყო ვინც ხარ და როგორც ნახე რაღაც ისეთი განსაკუთრებული კითხვები ან რაღაც მაგდაგვარიც არ გამომიგზავნია, ანუ მირჩევნია იდეაში, რომ აი ზუსტად ასე იმპროვიზაციით მოხდეს, მაგრამ წარმოდგენა გქონდეს დაახლოებით რაზე მოგვიწევს საუბარი, ანუ ეს კრიტიკა იქნება თუ ნებისმიერი შენი შეხედულება, ეს შენი აზრია და ამაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს, ხო ხდები? ხო და აი მომიყევი რას გულისხმობდი, ანუ რა პრობლემები აქვთ ქალებს ამ საკითხში, იმიტომ რომ მე მესმის, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრ რამეს ძალიან სექსისტურად უყურებენ და ამაზე სხვათა შორის მქონია კიდევაც სხვა ქალ არტისტთან საუბარი, მაგრამ აი შენი გადმოსახედიდან მაინტერესებს შენ რა პრობლემებს წააწყდი ამ საკითხში და მქონდა თუ არა რამე ექსესი აი ვინმესთან მიმართებაში ან რაღაც მსგავსი. ხანუ თავიდან რო დავიწყე, მგონია რომ ცოტა რთული იყო მაგ ბაბლში შესვლა, იმიტომ რომ პირველ რიგში ყველგან რთულია. ყველას თავისი აქვს თითქოს რა, თავის გარემო აქვს და არ ვიცი რის სანაცვლოდ უნდა მოხდე იქ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ რთულია. ხო, ნუ არასოდეს არ ვიფიქრია, რომ შეიძლებოდა ჩემ თავზე რომ ვთქვათ, არ მეკონა რომ იყო ქალი რაღაც პრობლემას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ სუმსმენია, დღემდე ეგ პრობლემა არის არა მარტო მუსიკაში და ხელოვნებაში, მგონია რომ ფართოდ. ჩემი მართაც ყოფილა რაღაც კომენტარები, რაც არ მესიამოვნა და ძალიან მიწყინა, თუმცა ამას იმიტომ არ ვალაპარაკობ, რომ ძალიან ნაწყელი ვარ, მინდა რომ რაღაცნაირად აი ეს სტერეოტიპი მოხსნათ, რომ რადგან ქალი ხარ, სამწუხაროდ აჯერებდეთ უნდა იმში რომ. რაღაც ადგილებში სადაც დაუკარი, რომელიც შეიძლება ვიღაც არტისტისთვის ძალიან მიუწვდომელი ადგილი იყოს და ჩემთვის რატომღაც გამარტივდა და არანაირი სხვა გზისთვის არ მიმართავს უბრალოდ მივიწერე და დადებითი პასუხი მივიღე უკან და შესაბამისად დაუკარი. პირველი ეგეთი ჩემი შეჯახება ამ პრობლემასთან იყო, რომ ძალიან აღელვებული ვარ, დაუკარი გამოვედი რაღაც და მეორე დღეს წერს ერთ-ერთი ქართველი DJ, რომელიც ჩემზე მილიარდჯერ მეტად წარმატებულია და რავი, ერთ-ერთი საუკეთესოა. მეუბნება, რომ ალბათ ვემიტო დაგაკვრევინესო, რომ ნუ ლამაზი ხარ თუ რაღაც რა და მე მგონია, რომ ყველა ადამიანი თავისებურად ძალიან ლამაზია და ვინ როგორ აღიქვავს ლამაზს არ ვიცი. და ისიც არ ვიცი რა და ერთ უნდა შემოიხედათ პირობითად სხვა ქვეყნიდან ჩემთვის ახლა არ მიცნობს არავინ, ხდები უბრალოდ მეილი მივიწერე მომწერეს. და მარტო ჩემ გამო არ მწყენია, ანუ ჩემი პასუხიც ის იყო, რომ მეორეჯერ გთხოვ, რომ ქალს, გოგოს, დედრობით სქეს მსგავსი არაფერი არ უთხრა, იმიტომ რომ არავინ არ იმსახურებს მაგას. ეს ამ რას გულისხმობ, ანუ საქართველოს რომელიმე კლუბთან იყო თუ არა, ბერლინში. ოკეი. მივიწერე და დადებითი პასუხი მომედა, მაგას მივიღე ეგ პასუხი. საქართველოზე რო იკითხო მსგავსი რაღაც კიდე შეიძლება რა. საქართველოსაც მქონია სამწუხაროდ. მსგავსი რაღაც რო დაფიქრდე რომ აი ამიტომ ხო არა, იმიტომ რომ ანუ გვაქვს მენტალიტეტში მსგავსი პრობლემა რეალურად ანუ მართლა არსებობს და ამას ვერ გავექცევით. ანუ თუ ესე სათითაოდ არ შევცვალეთ აზროვნება ადამიანების და პირველ რიგში ჩვენ თუ გვაქვს მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ანუ ეს ასე არ უნდა იყოს და ეს ასე არ არის, ანუ შესაბამისად უკვე პრობლემა, ანუ ეს ჩემი იქნება თუ შენი იქნება თუ სხვისი, მაგას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მაგრამ აი ცოტა გამიკვირდა ეხა რომ ანუ ბერლინში იმიწო დაგაკვრევინეს რომ ლამაზი ხარ, რა ვიცი ეხა. არასოდეს არ მომზადებულ ვარ წინასწარ რაღაც სცენისთვის გადასვლელად, რომ აი ჩემი გარეგნობისთვის ხაზი გამესვა, რომ აი პირობითად ჩემომხედეთ რაღაც ეს მაქვს კარგი თუ რაღაც. ანუ ჩემთვის კიდევ ერთხელ ვიძახი, მე რო გამოვდივარ ამ DJ-ბოსից უკან, მგონია რომ რაღაც სათქმელი მაქვს და მაგის გამოვდგავარ მან და
ალბათ პრობლემა ისაა, რომ აი ქალი არტისტი რაღაც ექსკლუზივი რო არ იქნება სცენაზე და ნორმა გახდება, მაშინ უკვე მგონია რომ ეგ საერთო საკითხიც დადგება, რომ ხო ჩვეულებრივი მომენტია და აღარ არის რაღაც გასაოცარი ამბავი, რომ DJ შეიძლება იყოს ქალიც. მაგრამ კიდევ ერთხელ რო თქვა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ნაწყენი ვარ და ჩემ გულის ტკივილი გამო მაქვს და ვაიმე ახალ მაგაზე ვფიქრობ, უბრალოდ მინდა რომ რაღაცნაირად ყველა ადამიანი მივხვდეთ, რომ არ არის ეგრე მოწყობილი რა ეს სამყარო, რომ რაღაც მე რო გამოვიდე სცენაზე და სადაც არ უნდა ვიყოს საშინელება დაუკრავ, არავინ არ დამაკრავინებს. მეც მინდა რომ მოგიყვე მსგავსი დეტალი, იმიტომ რომ ამ პროექტის დასაწყისში მქონდა რაღაც კონკრეტული შეხვედრა ერთ-ერთ ქალ არტისტთან და შესაძლებელია რომ შენც იცნობდი უბრალოდ ხა მისთვის არ მიკითხავს რომ გამოვიყენო თუ არა შენი სახელი და გვარი თქო და შესაძლებლად თავისუფლებას არ მივცემ ისაც და ესე ნორმის ფარგლებში ვიტყვი და მოვყვები მას რაც იყო. მოკლედ ამ დიალოგის დროს, ოდესაც შევხვდი, ანუ მოგვიყვა რაღაცები თავისი კარიერის და ასე შემდეგ, მოკლედ და თქვა არა ასეთი რაღაც, ანუ აი ხა რატო გიყვები იცი ამას, ისეთ საკითხს შეეხე, რომ მქონდა მაგაზე დიალოგი და ანუ მინდა იცოდე ისიც მინდა იცოდე ვისთან საუბრობ ამ საკითხზე და მე რა დამოკიდებულება მაქვს მაგალითად. არ მინდა რომ ხა მაგალითად იმ ადამიანმა ნახოს და თითქოს რაღაც აქ შენთან საუბრობ ამ საკითხზე და რაღაცებში გეთანხმები და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე აი იმპროვიზაციით გადავწყვიტე ამისი მოყოლა. მოკლედ შეხედე ასეთი რაღაც თქვა რომ კარიერის დასაწყისშიო, ანუ როდესაც დავიწყე ძალიან მოეწონათო ჩემი მუსიკაო რა. ძალიან მარტივად და მალე დაიბუქა სხვადასხვა კლუბში და გამეცინა ამაზე რა, იმიტომ რომ კითხე რომ შემთხვევით მეთქი რამე ანუ სხვა რამის ბრალი ხო არ არის თქო რა, იმიტომ რომ ძალიან რთულია მეთქი რა, ამ ქვეყანაში მით უმეტეს ძალიან რთულია რომ აი ესე უცებ მოხვდე წარმოიდგინე აი რამოდენიმე კვირაში ან ერთ თვეში რომ უცებ ყველგან იყო წეღანაც ვამბობდით რომ სხვადასხვა ბაბლია და რთულია აქ მოხვედრა ხვდები და შესაბამისად ანუ კითხვა გამიჩნდა იმ ადამიანთან რომ ანუ როგორ მოახერხე მეთქი რა და პირადად მე ვკითხე მას რომ ანუ ეს რამე სექსისტურიდან ხო არ გამომდინარეობს თქო რა არ ვიცი მე ხა ცუდად გამომივიდა თუ არა ეს მაგრამ მე პირადად არ მიკითხავს მისთვის რამე ესე რომ აი შენ იმიტომ დაგაკვრევინეს რომ გოგო ხარ და ლამაზი ხარ ხო ხვდები მაგრამ ეს უთხარი იქიდან გამომდინარე რომ ანუ ჩვენ გვაქვს რეალურად გვაქვს ეს პრობლემა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რაღაც მათ შორის ზუსტად ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს რა, აი მართლა ძალიან ბევრი რაღაც, აი დაჟე საქმეც კი კეთდება, იმიტომ რომ აი შეიძლება ქალი იყო ან რაღაც მაგ და გვერდა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია ყველაფერი. მინიმუმ, იმიტომ რომ შეიძლება მე ძალიან კარგი არტისტი ვიყო, თუნდაც იმას ვჯობდე ბევრ რამეში და ეს უკვე მე ხელს მიშლის, ანუ თითქოს ჩემთვის უაზრო კონკურენციაა, ხო ხვდები, ანუ და აი შენ რას ფიქრობ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ანუ არ ვიცი, ხა ჩემი მიდგომა მაგალითად ვთვლი რომ არ არის რაღაც არასამართლიანი, ანუ თუნდაც რაც მას ვკითხე. მე მაგალითად მიმაჩნია რომ ამ ქვეყანაში მსგავსად გაკეთებული საქმე რეალურად არაჯანსაღი არის და ცოტა ამაზრზენიც კი არის რა, არ ვიცი, ასე აღვიქვა მე პირადად და შე როგორ გონია არის თუ არა ასე. ანუ რას გულისხმობ რომ მარტო იმიტომ დაიბუქოს ქალი რომ რო ლამაზია. ხო, რა თქმა უნდა. მე მგონია რომ ეგ არც ვერც გასტანს დიდი ხანი. ну კაი ლამაზი შეიძლება იყო და მე ანუ რაღაც განვითარება ხონდა მოყვეს მაგას. კი. მუსიკაში. ხოთა შორის შენს მე უნდა ჩავწეროთ კიდე ორი ქალი არტისტი და ერთი და იგივე პრობლემაზე გაამახვილეთ ყველამ ყურადღება აბსოლუტურად და ანუ მე პირადად ცოტა გაუგნებული ვარ ამ საკითხით, ან მიუხედავად იმისა რომ მესმის ეს ყველაფერი რომ აი ასე ხდება ჩვენ ქვეყანაში რაღაცები, მაგრამ იცი რა არის მე ვფიქრობ რომ ანუ ამაზე ცოტა აი რატო არ დააფაბლიშე მაგალითად ამ მსგავსი რაღაც ანუ მე მაგალითად შენ ადგილას პოსტს ან რაღაცას მაინც მიუძღვნიდი ანუ იმიტომ რომ არ შეიძლება მით უმეტეს როდესაც შენ გეხება პირადად და თან ისეთი არტისტი რომელიც შენ აღნიშნე რომ ანუ მაღალი დონის არის და ასე შემდეგ ანუ ხო ეგ არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში პირველი შემთხვევა მაგის მე რამოდენიმე მოყვა ეგრევე ერთი 7-8 ეგეთი შემთხვევა მქონია ოღონდ სხვადასხვა სახის ბევრნაირი იყო არ ვიცი რაღაცნაირად ალბათ იმიტომ რომ არ აღვიქვა მაგას სამპირადად მგონია რომ რაღაცა ეს კონკურენციის ამბავი უფრო არის და ვერ ხვდები რომ რანაირად შეიძლება მუსიკაში კონკურენცია არსებობდეს ანუ ერთ საქმეს ვაკეთებთ რამ შეიძლება მე პირობითად უფრო მეტად წინ წამწიოს თუ ადამიანზე რაღაც ცუც ვიტყვი არ ვიცი მე უფრო კარგ მუსიკას დავუკრავ ანუ ეს ხო ინდივიდუალური არის ანუ შენი გემოვნება გაქვს მე ჩემი გემოვნება მაქვს მე ჩემი სმენელი მიყავს შენი ანუ
რა მომენტში შეიძლება რომ ერთმანეთზე ვიფიქროთ რომ ვაიმე მოდი ახლა მე ამაზე ამდენს ვიტყვი ერთხელ იყო ეგ შემთხვევა ელენე ჩემი მეგობარი რომელიც ზუსტად ეგრე გავიცანი ჰორზე დაუკრა მამამდე ინსტაგრამზე მყავდა და მოусვინე მომეწა და მივწერე რომ მეთქი ძალიან კარგი იყო მადლობა და მას უნდა დაეკრა open air-ზე კითხეს ნუ ვინ გინდა რომ შენი მეწყვილე იყოს B2B-ზე ამარჩია მე პირველად რომ მივედი და გამეცნო მანდ მივხვდით რომ ორივე და იგივე ასზე ვართ კონკურენცია მუსიკაში მით უმეტეს არ არსებობს ერთადერთი რაც აი რომ ანუ ერთ საქმე უნდა ვაკეთოთ და ჩვენი სათქმელი ვთქვათ და ვინ უფრო მაგარ სიტყვის არ ამგონია რომ სწორი მოსაზრება იყოს და მანდ რო ველაპარაკე ელენეს მაგიტომ შემიყვარდა ეგრევე თან მით უმეტეს ეს გოგო-ბიჭის ამბავი გავიგეთ მაგრამ გოგოებში კიდე ის ამბავია რომ თუ ორი ქალი არტისტი ერთმანეთს დაემთხვა და B2B-ად ჩათვალეთ რომ რატომღაც უნდა აჯობო და ეგ კონკურენცია თვითონ stage-იც არის ხოლმე მქონია ეგეთ შემთხვევას ну აი ხა ნახე მე რა მაგას დაუკრავ და შენ თუ აი რაღაც შეიძლება პირობითად ძალიან რთული ტრეკი ჩაგიგდოს რომელსაც საერთოდ არ გქონდა შესაბამისი ტრეკი და აი მე გიყუროს რომ აი რამდენ შეცდომას დაუშვებთ რო რაღაც და არ არსებობს ეგეთი რამე მით უმეტეს არ ვიცი ხელოვნებაში ერთმანეთს ვინმე ებრძვის მაგას აკეთებს შეიძლება მე ვწდები და ეგრეც არის მაგრამ ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე B2B ხო არ არის რაღაც სკრეჩი სადაც მაგალითად შეჯიბრი მიდის ამ ეს ფორმატი არ აქვს ხო პირიქით ანუ თან მით უმეტეს არც ეგ ფორმატი არ არის ამ შემთხვევაში და არც ლამაზი არ გამოვა იმიტომ რომ შენი შეცდომა იმისის შეცდომაც იქნება ანუ მაგას მსმენელი არ იკითხავს რომ ეხა ალექსანდრამ ხო არ დაარტყა პერებიტი ან რაღაც მაგდაგვარი ხო თუმცა ეგეც რომ დაარტყა ძალიან ნორმალური არის და ყველას მოსის შეცდომები ეხა პერებიტი თუ მოხდა არ დაინგრა ხო სამყარო ხო ანუ ერთ იგივე აზრზე ვართ მაგიტომაც შემიყვარდა ჯობია რომ ისე კოლაბორაცია იყოს ორ არტისტ შორის მით უმეტეს იმ ფორმატში სადაც წესით და რიგით ასე უნდა იყოს და არა რაღაც ესე აეკრობა რომ ანუ უფრო კაი ტიპი ვარ ვიდრე შენ ანუ ეგ მარტო შეიძლება შენ იცოდე რომ რაღაც ცუდი ტრეკი ჩააგდო მაგრამ მაინც არ გაძლევს მოცემულობა მაგის საშუალებას იმიტომ რომ ანუ უბრალოდ პირველად ისმენ იმ მომენტში ხო ანუ არ იცი მე რა მოვიტანე და რა დავდე და ანუ შეიძლება რომ ეგ ტრეკი შენ დაკვრამდე რომ გქონოდა მაგალითად მოსმენილი რავი ისე შემოგეყვანა შენი საუნდი რომ საერთოდ დავკარგული ყავი ხელზე ხო ანუ ეგ ცოტა ის არის ეგრე იყო ჩემი და ელენეს შემთხვევაში ანუ სრულიად განსხვავებული მუსიკის სტილი გვაქვს მაგრამ დავსხერით ვისაუბრეთ შევთანხმდით რომ ანუ ერთმანეთს არაფერს ესე არ გაუჩალიჩებთ და საერთოდ რაღაცას ვაკეთებთ მაგ დღეს მე ელენესი შემიყვარდა რომ ანუ ახლა რომ ვუქავენ ხოლმე B2B-ს ზუსტად ვიცით ერთმანეთის სელექციას ზუსტად ვიცით რომ ერთმანეთს რაღაც კონკურენციაში არ შევდივართ პირიქით რაღაც სასიამოვნო პროცესი ხო უნდა იყოს არა მარტო ჩვენთვის ჩვენელისთვისაც ამიტომ ხო ანუ ეგეც არსებობს რომ აი DJ-ში არის კონკურენცია DJ-ში კონკურენცია არ არის არაფერში თუ შენ თავში დარწმუნებული ხარ და შენი თავი რაღაც იმის იქით არ გიშვებს გქონია რომ კონკურენცია ჯანსაღი გასაგებია მაგრამ ისეთი ეს იმიტომ მოვყავი პრინციპში რომ იყო ჩემს შემთხვევაში ეგეთი რამე რომ გავუკეთებიათ კომენტარი აი ამას რატო აკროვინებ რაღაც ფესტივალზე დარწმუნებული ხარ და რავი ანუ რითი დავიმსახურე გულწრფელად არ ვიცი არ ვიცნობ იმ ადამიანს ისიც კაცი არტისტია იმასაც ბევრი წარმატება აქვს მაგრამ მე რა შუაში ვარ ხო ანუ რატომ აკროვინებ რავი ეტყობა რაღაცნაირად დავიმსახურე მოიწონათ აი რომ მოგწერე მაშინ გითხარი რომ შენს რამოდენიმე სელექცია სადაც მოусმინეთ ხო ანუ ერთი არის რაღაცაზე იგულაო მეორე არის რაღაცაზე გაერთო სხვადასხვა რამეა გაახსენებაც გულაო და შემდეგ და რასაც მე მოусმინე თუ ვინმე ჩათვლით რომ ასე არ არის კომენტარებში დაგვიწერეთ და თქვენც მოგასმენინებთ მე და აი მე მითხარით მართალი ვიყავი თუ არა მოკლედ შენი სელექციიდან ძალიან ბევრი მომენტი არის, რომელსაც მე ასე შევაფასებ, რომ აი გემრიელია. ანუ შეიძლება იგულაო, ისაუბრო, რა ვიცი, იცეკო და კიდე ბევრი რამე შეიძლება უბრალოდ ხა ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე არ დავკონკრეტები რა შეიძლება, მაგრამ ანუ არის რაღაცები, რაც ერგება თვითონ სიტუაციას რა. და მათ შორის სელექციას, აი წეგანაც ვამბობდით, რომ რა ხალხიც დაგხვდება იმის მიხედვით, ჩვენი ინტერესი არის ორი რამე, ხო? ერთი ის, რომ ჩვენი საქმე კარგად გამოვიდეს და ჩვენ ვისიამოვნოთ და მეორე ჩვენი გაკეთებული სხვა მისიამოვნოს. ანუ ამის იქით ხა განარამდენი უნდა გადაგიხადონ საქართველოს ბაზარზე, რომ ამითი აშენდე, ხო? ანუ რეალურად ჩვენ არ გვაქვს ისეთი ჰონორარები, რომ თუნდაც რა ვიცი 2000, 3000-იც რო გადაგიხადონ, ანუ ნუ ხა სად 4000 და 5000 ევროს რო გიხდიან და სად 3000 ლარს, ხო? დიდი ხოობა ბევრი რამეში.
ხო და პირველი და ძირითადი ინტერესები ეგ არის, რომ შენი სიამოვნო კარგად გააკეთო საქმე და სხვა მის სიამოვნო შენი გაკეთებული. კიდე რა მინდოდა მე თქვა შენთვის და მეკითხა უпростоრად. მისცემ თუ არა რჩევას იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ გაუვლიათ შენი კარიერის ეს დრო, ეს ლეველი არ აქვთ დაძლეული და აი დაახლოებით იმ ეტაპზე არიან, როდესაც შენ ირკვეოდი რომელი ჟანრით ან რა ფორმით გამოგეხატა შენი სათქმელი და აი შენი თავი გეპოვა რა, ანუ რა რჩევას მისცემ ამ ადამიანებს და აი რას ეტყვი, იმიტომ რომ ჩემ გარშემო არიან ადამიანები, ვისაც ამის კეთება უნდა ძალიან ბევრი მიწერს სამსაკითხს, რომ აი მასწავლე დაკვრა ან როგორ ვისთან მივიდე ან რაღაც მაგდაგვარი და სულ ვცდილობ ხოლმე რომ დეტალურად აუხსნა ამისთვის პირველ რიგში სანამ აი სტუდიაში სანამ დადგები აპარატურასთან ემოციურად რა არის ამისთვის საჭირო და შენ როგორ ფიქრობ ანუ აი რა რჩევას მისცემ ამ ადამიანებს ჩემთვისაც რო უთხოვიათ და უკითხავთ რომ მასწავლე ნუ ჩემი გამოცდილებიდან რა თქმა უნდა ლაპარაკობ მე არ მისწავლია რამე სკოლაში იყო რომ გადავწყვეტე დიჯეინგზე შევსულიყავი მაშინ ისევ და ისევ ყვარს ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მანდ მითხრეს რომ მოდი არ გინდა მასწავლა, ჩვენ სივრცეს გათხოვებთ, შედი, ივარჯიშე, რაც გინდა ისქენ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყვარს, რეკლამას არ უკეთებ. даже უფროსებსაც არც კი ვიცნობ, მაგრამ რესპექტ ანუ ესეთი შემოთავაზება დამწყები არტისტისთვის მით უმეტეს პირველ რიგში ძალიან დიდი სტიმულია და მეორე რიგში ისეთ საქმეს უკეთებ, რომელსაც ანუ ბევრი არც უკეთებს და თან რაშიც ფულს იხდიან, მოკლედ აბსურდია და ხო, მაგრები ხარ კარგია და ნუ მათ შემასრულებელი საზრე რომ მოდი Ableton-ზე გადაიტანენ და DJ-ინგი სივრცე გაქვს, გასაღები მომცეს, ნებისმიერ დროს მიდი, ნუ პარასკევს შაბათს გადა თქმა უნდა და ივარჯიშე. და ჩემი გზა ეგრეთ დაიწყო რომ მივედი ბერომ ესე ამიხსნა თვითონ პრინციპი რა იყო და მე მითხრა რომ შენით გააკეთე. და მანდ მივხვდი რომ რა მხელან მნიშვნელობა აქვს თორსა მარტო რჩები და შენ თვითონ იწყებ ამ ყველაფრის სწავლას. იმიტომ რომ ხა რო ვთქვათ რომ ძალიან რთული არის აპარატურის შესწავლა და რაღაცა გაუგებარია რაც შეიძლება ვერავინ ვერ გაიგოს. ნუ ეგ ძალიან ისეთი ამბავია. და მივხვდი რომ თუ გინდა DJ-ინგის გაკეთება და თუ არ იცი საიდან დაიწყო პირველ რიგში შენ თავზე უნდა მოირგო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება გასწავლოს ესე და ესე, ეგ ვიღაცის არის რა, შენ თავზე უნდა მოირგო, შენ თუ უნდა მიხვდე რა მოგწონს, როგორ ვიმიქსინგი მოგწონს, რა არის შენთვის აი ეს ჰარმონიული გადასვლა, როგორი ხარ და კვარზეც მარტო რო ვიყავი ხოლმე და ეს მუსიკა რო ისმოდა და მე და აპარატურა ვიყავით და არავის სხვა, მან ხვდებოდი რომ რაღაცნაირად აი ეს უფრო ემოციურია ჩემთვის, ესეთი გადაყვანა უფრო ჩემი სტილია, რაღაც აი აქ ესე მოვიქცეოდი და მივხვდი რომ საკუთარ თავთან რო დარჩები და გაიგებ რა გინდა, ისი თქმა გინდა, შეიძლება საერთოდ არ ვიცი თქოს არ გინდა რა გინდა რომ გააკეთო, როგორ აგულაო პირობითად ხალხი, ხო? შენ თავზე უნდა მოერგო, შენ თავზე უნდა იყო კონცენტრირებული და არასოდეს არ უნდა იფიქრო, თუმცა ეგეც ძალიან ხშირია, რომ ყოველთვის ფოკუსირებულები არიან, მეც ბევრი შემთხვევა მქონია ეგეთი, რომ აი ესე მიყურებს ვიღაც აპარატურას, რომ აი აბა, დაკვირდება ხო ხელებში. როდის დაუშვებ შეცდომას თუ რაღაცა. ძალიან ნორმალურია, დაუშვებ, რა თქმა უნდა, არავის აუცხოვია ისე. შეცდომა უნდა დაუშვა, იმის ძალიან ბევრი შეცდომა და შემდეგში რა არ უნდა გააკეთო. კი, ყველაფერი პრაქტიკის ამბავია. დღემდე როგორც მოვედი ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული და ვიღაცას უკითხავს კიდე რომ აი ეს იყო და მე ანუ რა თქმა უნდა იქნებოდა ის სხვა რა ქვია. ალექს გაქვს თუ არა CDJ-ებზე საყვარელი ღილაკი? და რომელია? ძალიან საინტერესო კითხვა არის, არ მიფიქრია, ხო იცი? ალბათ ბიჯამპი, იმიტომ რომ ძირითადად უფრო მალე გადადიხარ იქეთკენ და მალე მიდიხარ იმ ადგილას, ეგეც ხოთა შორის ელენე მასწავლა. ესე განსაკუთრებულად არა. ანუ ესე არ გამოარჩევდი ხო რომელიც? აი მე მაგალითად ძალიან მეყვარს Q, ანუ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს რეალურად. ანუ თითქოს იდეაშიც პრინციპითაც ხოლმე ასე არის, რომ ძირითად საქმეს აკეთებს, მაგრამ აი თვითონ საქმის გაკეთების კუთხით რომ შევაფასოთ რა საკეთებს, ანუ რაღაც ისეთია რა, აი მაგ გეთახმები ხა მე. სერიოზული ტიპივით გამოიყურება, ხო? ხო, ჩემ ტრეკებსაც რო გადახედა, აი ესე არის, გიჟევით რომ აი აქ იწყება ეს, აქ იწყება ეს, ეხლა ეს გახსოვდეს, ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის კიდევ, კაი, გვაქვს. კიდევ ერთი აუ შეიძლება მე გითხრა კიდევ ერთი პრობლემა რაც გქონია რომ აი ეგ უნდა მეთქვა ეხლა ზუსტად, ანუ თუ რამე გაქვს შენ თვითონ სათქმელი, ანუ შეიძლება როგორც გითხარი, ანუ არ მაქვს ეს რაღაც ჩამოწერილი და შტამპული კითხები, აი ეს უნდა ვილაპარაკოთ, ხო ხდებით? შესაბამისად, ანუ რამის მოყოლა თუ გინდა ადამიანებისთვის, ან კონკრეტული რომელიმე საკითხზე, ან შენს პროექტზე თუ გინდა საუბარი, მე მოყვები, ვისაუბროთ, რაზეც გაგიხარდება, მოდი ახლა შემკითხე თუ გინდა რაღაცები. მე კითხავ ეგეთ რამეს, რომ სამწუხაროდ ეგ მოსაზრება არსებობს. ნუ ეს გლობალურად გონია რომ ეგ პრობლემა არის და არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, რომ თუ რაღაც კლუბებში უკრავ
ნუ სამწუხაროდ საქართველოში როგორც უკვე ვახსენეთ, ანაზღაურება შესაბამისი არ არის და მისმის. გაქვს შემოთავაზება რაღაც სხვადასხვა ადგილებიდან, რომელიც კლუბი არ არის. ოკეი. მაგრამ შეიძლება, რავი, მოგთხოვონ, რომ თუ შეგიძლია რომ დაუკრავ, მაგრამ ის პლეილისტი, რასაც პირობითად სახში უსმენ, ან რაც არის შენი ელექტრონული მუსიკის იქეთ. ნუ ამაზე ფიქრობ მე რომ კაი, ეხლა აქ კარგი ჰონორარი მაქვს შემოთავაზებული, მაგრამ მე რო აქ დაუკრა, მე ეს რა სიტყვის, ის აღარ დამაკვრევინებს, აი რამდენად გონია რომ ეგ შეიძლება მაგაში შეზღუდო არტისტი, იმიტომ რომ გინდა არ გინდა შეიძლება ყოველ შაბათ-კვირას დაბუქული არ იყო, პარასკევი და შაბათს დაბუქული არ იყო კლუბსა. შემოსავლის წყარო მარტო ეგ იყო შენთვის, რაც ჩემ შემთხვევაში ეგრე არის და დათანხმდე და არ შეგეშინდეს იმის რომ კარგი ხა მე თუ სადღაც დავუკრავ და ადამიანებს მოვასვენებ ელექტრონული მუსიკის იქეთ რაც ვარ და ეს ან ნორმა იყოს, მაგრამ იმისი არ შემეშინდეს რომ ამის გამო მე პირობითად რომ რაღაცა კლუბი უარს მეტყვის, იმიტომ რომ მისთვის ეს არ არის ოკეი, მაგრამ შენ იცი რომ შენი რაღაცა გადარჩენის ერთ-ერთი წყარო უკვე გახდა მუსიკა. კი, მე ვფიქრობ რომ ეგ ჩვენი ქვეყნის პრობლემაა. მარტო. კი, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემაა და დავაკონკრეტებ რატო ვფიქრობ ასე. მე პირადად შარშა მქონდა შემოთავაზება რომ კრუიზზე დამეკრა. ხო. რომელიც გადიოდა იტალიიდან. და 22000 ევრო სიხდიდნენ. ანუ ნუ რას უკაცრავად 22000 ევრო არ თქვენთვის რო ეთქვათ სავარაუდოდ ეხა უკვე იქ იქნებოდით ზოგიერთ. კი. ამიტომ ანუ შეხედე მე ვფიქრობ ასე რომ ეს არის ჩვენი ან ისედაც ხო ძალიან ბევრი მენტალური პრობლემა გვაქვს და დანარჩენ პრობლემებზე აღარ ვისაუბრებ უკვე. ხო. აი ეს რაღაც თვითონ იმიჯის პრობლემა და რატო? იცი როგორ არის? აი პროდუქტი ფასდება იმითი კი არა შენ მოგწონს თუ არა ან ვინმე რაღაც აქციის გაუკეთებს თუ არა. ან პროდუქტი ფასდება იმითი რომ ანუ სადაც იმყოფება მოკლედ რა ადგილი. ხო. აი მოდი ასეთ კითხვას დავსვავ პასუხის გაცემის კუთხით. ხო. თუ მე მყავს მაგალითად Lamborghini. ტყეში ვინმეს დასჭირდება ეს? არავის ხო? ანუ საერთოდ არავის, ანუ მაქსიმუმ ის თქვას რომ ოკეია. მაგრამ იქ მე ამას ვერ გამოვიყენებ. და ეხლა რატო ვამბობ იცი ამას? იმიტომ რომ ჩვენ მენტალიტეტში ეს პრობლემა რომ არ გვქონდეს, ну, ისედაც ხო ბევრად უფრო უკეთესი ცხოვრება გვექნებოდა ყველა მხრივ და ყველა კუთხით, მაგრამ ეს რაღაც ის არის რა, თითქოს ბანძი ხარ რა მაგის გამო, ხო ხვდები? ну, ეხლა მთლად რავი, ეხლა გელას ქორწილში შეიძლება არ დაუკრა. თუმცა აფექსვის ქორწილში დაკრული აქვს. ხო, მაგრამ ანუ ეხლა სკაუს ადგილასო წახვიდე, სადაც რავი, ეხლა იმ ქორწილსაც გააჩნია, თუნდაც სადაც დაუკრავ, ხო? რავი, მილიონერების ქორწილები არის, ისეთი შეიძლება შოქში ჩავარდე რა. და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ შენი მე და შენც ერთ აიგოზე თანხმდებით რომ პრობლემა არ არის რომ კლუბის გარეთ სადღაც დაუკრავ, რა თქმა უნდა, ეხლა მე არ გულისხმობ ისეთ ადგილებში სადაც ძალიან თუ არ გავითრეშებით ბაზარი არა, ანუ რატო არა, ხვდები, მაგრამ ეგ როგორც აღნიშნე, ანუ მენტალური პრობლემაა, თორე ბევრი არტისტი რომელიც ბოილერ რუმზე უკრავს, ხორში უკრავს და ასე შემდეგ, ისინი კიდე ისეთ ადგილებში უკრავენ, ანუ ამ ქვეყანაში ეგ რო იცოდნენ ისინი სად უკრავენ. ნამდვილად აღარ მოუნდებოდათ იმათთვის კიდე 5000 ევროების გადახდა და ჩამოყვანა და აქ მე რაღაცა ტემპლეიტების აწყობა რომ მოდი ეს ჩამოყავს და გრანდიოზული საღამო გვაქვს და ასე შემდეგ და ანუ ამას მე მგონი აღარ გააკეთებდნენ შესაბამისად. მე მქონია ეგეთი შეჯახება რომ რაღაც ადგილას იმიტომ არ დამეკრა რომ მე სხვაგან ვერ დაუკრავდი, ოღონდ პირდაპირ უთქვამთ ჩემთვის. და მან ბევრი ვიფიქრე, ცოტა ვიფიქრე, მაშინ რომ გამარეზიდენტი და აღარ დაუკრავ აღარ სხვაგან და გარანტირებულად მექნება რომ ვიცი რომ აი ეს შემოსავალი ყოველთვიურად მაქვს, მაგრამ მაგაზე გარანტია რომ არ მაქვს და მთელი ჩემი ეს არსებობა ამ წამს ორიენტირებულია მუსიკაზე, მაშინ რაღაცნაირად მეცხონდა შენ მესმის შენ თავზე ფიქრობ და შენი რაღაც გადმოსახედი გაქვს და შენი რაღაც პრინციპები გაქვს, მაგრამ ჩვენ აქეთკენაც ხალხს რომელიც მაგის ეს ვიფცვით და შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ეს საქმე გამოსდის კარგად და ანუ შესაბამისად შენ არ უნდა შეზღუდო რომ აი ეგ არ გააკეთო. მაშინ გადამიხადე. ანუ თუ შენ მივიქცებ მე როგორ უნდა მოვიქცე, მაშინ მე გეტყვი შენ რამდენი უნდა გადამიხადო. იმიტომ რომ ზოგადად ეგრეა რა, შენ თუ ხარ ბოსი, რომელსაც აქვს საქმე და მე უნდა ვაკეთო საქმე, შესაბამისად თუ გინდა რომ ვიმუშაო ისე როგორც შენ საქმეს აწყობს, მაშინ უნდა გადამიხადო ისე, როგორც მე მაწყობს. რომელიც არასოდეს არ იქნება. ხო, ანუ ახლა მე არ გეტყვი შენ საქმეში რაღაცა $20,000 და არარეალურ თანხას, მაგრამ ის რაც მე მიღირს, მაშინ შენც უნდა დააფასო რა, ჩემი გაკეთებული. ხო და ანუ აი ეგა რა, ძალიან დღეს რაღაც ბევრ პრობლემას გავუსვით ხაზი და კი ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს საერთაშორისო და ანუ ეს
პროექტიც, ანუ ამ იდეით დავიწყე რა. მე პირადად იმიტომ რომ, რავი, 1000 შოუა, 1000 რაღაცეებია და ყველგან აი დაჟე ისეთ ადამიანებს წერენ და იკითხებიან აზრს, საერთოდ ცხოვრებაში რო აზრს არ ვკითხავდი კი არა, საერთოდ არ ვკითხავდი არაფერს, ხო ხვდები და ძალიან მაფასებ, იმიტომ რომ მგონია რომ მე არ ვარ გამონაკლისი, არ ჩენ ხარ გამონაკლისი, ძალიან პრობლემაა ბევრი რამ. და ყველას ეშინია რაღაცნაირად რაღაცა თქვას, იმიტომ რომ მე ეშინია ბევრი რაღაც წინდახოვის შეიძლება წარმოქმნას, რომ ვიღაცამ გაიხსენოს, რომ მე ეს მეუთხარი, მე შეიძლება რაღაც ხომერად დაიწყოს, ანუ როგორც ხდება მე. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ ის უნდა შემეშინდეს ვერხლები, რომ რა აღარ დაგაკვრევინებენ, აღარ დაგბუქავენ. დაიბაში სხვაგან დამბუქონ, სხვა ქვეყანაში. ოკეი. ხო, ეგ პრობლემა აქ კი გვაქვს, მაგრამ სხვათა შორის აი ეგ პლუსი გვაქვს იმ ადამიანებს, ვინ საქმეს კარგად აკეთებს, რომ ანუ თუ აქ არ გინდივარ ბაზარზე, ოკეი. ანუ მაგაზე არ არის პრობლემა, იმიტომ რომ შენ სადაც არ უნდა იყო თავარია საქმეს კარგად აკეთებდე და შესაბამისად ამას თავისი მყიდველი გამოუჩნდება. ან თუ ნაგავს არ ქმნი როგორც ადამიანი და აი როგორც ახლა ძირს არ უნდა დაყარო ნაგავი ზუსტად იგივეა აქაც რომ აი ნაგავი არ უნდა აკეთო იმიტომ რომ მაგას არ ყავს ხო ხვდები თავისი მოთხოვნა მაქსიმუმ იმ ადამიანმა გაიაროს და აიღოს ვისაც ეს საქმე ევალება და ხო ხვდები რა ამის იქით ვერც შემქმნელი წავა და ვერავინ მოკლედ ხო ხვდები ან შენ ნაგავს არავინ არ წაიღებს სხვა თუ ვიღაცას ფული არ გადაუხადე და შესაბამისად არც არავინ არ იყიდის. და ახლა შენ თუ მეტყვი იმას რომ ისი რა შენ აქ რომელიღაც ბუხერი ხარ და კაი ტიპი ხარ, იმიტომ რომ არტისტებს ბუქავ, ნუ რას უკაცრავად, ანუ სხვა ბუქერებიც არიან, სხვა კლუბებიც არიან, სხვა ბაზარიც არსებობს და შესაბამისად შენ თუ საკუთარ თავთან გაქვს პრეტენზია რომ ანუ მე კარგად ვაკეთებ და რატომაც არა და რატო არ უნდა ვიყო მე დაფასებული მაგალითად შესაბამისად იმასაც ეცდები რომ სხვამაც გნახოს, სხვამაც შეგაფასოს და ამ ყველაფერს ასე თუ ისე დაალაგებ. ადრე თუ გვიან ეს მოხდება, იმიტომ რომ შეუძლებელია რაღაცისთვის იბრძოდე და თავისი შედეგი არ დადოს ამ ყველაფერმა რა. და კიდევ ერთი რა მაინტერესებს შენგან, ანუ მე არ გთხოვ რომ რაღაც ახლა ძალიან ისე აი შეგვაფასე და ასე შემდეგ, ანუ მართლა რას ფიქრობ ამ პროექტზე, იმიტომ რომ მაინტერესებს ეს ყველაფერი. ჯერ პირველი არტისტი ხარ, ვისაც ამას ვეკითხები, სხვათა შორის წინაზე დამავიწყდა და ეს რო გეკითხა. და არ გაგიტანეთ მეგობრებო, ისე სხვა დროს გითხავთ. და აი რას ფიქრობ ამ პროექტთან დაკავშირებით, აი შენი აზრით რა გასახანი აქვს და რა პლუსები ექნება ამ ყველაფერს? ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთეთ, იმიტომ რომ ბევრი ვისაუბრებთ პრობლემებზე და მგონია რომ ვიღაც ამაზე ლაპარაკს რომ დაიწყებს, როგორც ხდება რა, ერთი თუ გაბედავს და გამოვა, მაშინ ყველა აყვება და მგონია რომ რაღაცაერთ მე ეს ყველაფერი დაალაგდება. მე მგონია რომ უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ საერთო საქმეს ვაკეთებთ ყველა, თუნდაც კლუბის მფლობელები, არტისტები, მსმენელები, რომ რაღაცნაირად ეხა დამეთანხმები შენც რომ 8 წლის წინ და დღევანდელი ძალიან შეცვლილია რაღაც სხვანაირი და ისო დავაბრუნოთ რაც იყო აი ეს იდილია კლუბის და აი ამ კულტურის გონია რომ უნდა ვისაუბროთ ამაზე, უნდა ვთქვათ რა გვაწუხებს, მათ რა არ მოსწოთ ჩვენში პირობითად მფლობელებს, მსმენელებს, ჩვენ რა არ მოგწონს, რომ საერთო ასე დავიდეთ, საბოლოო ჯამში ის გავაკეთოთ ხარისხიანად, არ შეგვეშინდეს არაფრის თქმის, რაც თავარი არის და თუ თქვენი პლატფორმა ამის საშუალებას გვაძლევს და ფაქტია რომ იძლევა და თავისუფლად საუბრობ, ამაზე კაკს ანუ არ მგონია რომ მე გააკეთოს კიდე ამ სფეროსთვის. იმიტომ რომ მართლა გაბედეთ და ძალიან მიხარია და მეც მომეც შესაძლებლობა რომ თქვა, იმიტომ რომ დიდი ხანი დამაქვს ესე ჩემთვის რომ აი სალონად თქვა მართლა პოსტს ხარ დავწერდი რომ აი თუ ვინმეს დაიხმარება ის რომ ეგეცი რამე აუცილებლად ყველა ცხოვრებაში მოხდება, მგონია რომ სადღაც სწორ ადგილას ვთ გახარ, ვიღაც ყოველთვის ცდილობს რომ აი რაღაცნაირად ძირს დაგანარცხოს და რაღაცა ის წარმატების შიშიც გიჩნდება მე რომ всё ეს იყო და მე ხაზი გადამესვა, მაგრამ არა. ოკეი, მე მაგის არ მეშინია ცხოვრებაში ბევრჯერ საკითხში დავცემულ ვარ, მაგრამ დღეს აქ იმიტომ ვზივარ, რომ იქ აღარ ვაგდივარ, ასე უხეშად. ამას გამბედაობა უნდა და რაღაც ძლიერი ფსიქოლოგია, და შენ გაგიმართლა შეიძლება, მაგრამ ხო შეიძლება ვიღაცას არ ქონდეს ეგეთი თვითდაჯერება და 10 ადამიანი რო გეტყვის რომ ვაიმე, შენც იჯერებ მე რომ ხო ხო და მეგობრებო, აი მოусმინეთ ალექსანდრას, აი 10 ადამიანი რო გეტყვით რომ 100-ია, მე-11 მე ვიქნები, რომელიც გეტყვით რომ ასე არ არის მოკლედ და მოდით მე ვისაუბროთ, რატო შეიძლება რომ არ იყოს ისე როგორც ის დანარჩენი 10 გეუბნებათ და მოკლედ დაიკიდეთ ეს რაღაც ისე. ხო და დავამატებდი რომ ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე თავიდან ვინედ, აი ხა ჩემ შემთხვევაშიც მტკვარი რო ვახსენე, იმ ხელა წვლილი მიუძღვის ჩემ მუსიკალურ განვითარებაში და იმდენ დრო დამითმეს
რომ სულ უნდა გახსოვდეს ვინ იყო ყოველთვის შენ გვერდით. არა აქვს მნიშვნელობა შეიძლება ეხლა მე ყოველ დღე მტკვარზე არ ვიყო გამუქოლებ, არა ის იმას ხარ ნიშნავს რომ მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანენ ჩემს განვითარებაში. ანუ რაღაცები უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან. მე მგონია რომ არასოდეს აი როგორც შენ თქვი რომ არ უნდა დადგე და არ უნდა თქვა რომ აი всё მე ჩემი გავაკეთე და რა მაგარი ვარ. მაგას იტყვი თუ არა მან დამთავრდა ყველაფერი ანუ რეალურად სულ უნდა იცოდეს, სულ უნდა გახსოვდეს. კი, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეს საიდან მოდის რა. ეს აპარტამენტში უნდა გადაგიგდეს რა ერთი სიტყვით. კი, მაგრამ იცი რა, მაგასაც გააზრება და გაგება ჭირდება რა, ანუ მაგისთვის საკმარისი ინფორმაცია უნდა გქონდეს თავში, რომ ეგ შეძლო, რომ ასეთი სიამაყე არ უნდა გძლიოს რა და შესაბამისად, როცა არ გაქვს მაგისი გონებრივი რესურსი, უკვე პრობლემაა შენთვის ეს ყველაფერი რა. ალექსანდრა, რა არჩევას მისცემდი ადამიანებს აი ამ კონკრეტულ საკითხში და მინდა რომ შენს შემდეგ არტისტს დაუტოვო რაიმე კითხვა. თუ გინდა გადაობა იყოს. ჩემ შემდეგ არტისტს რა კითხვას დაუტოვებდი? დაფიქრება მჭირდება. ოკეი, ვიფიქროთ. ფიქრის რეჟიმში ვართ მეგობრებო, მოიცადეთ ცოტა ხანი რა. ჩემ მე არტისტი ხალია? იცი რა, კი. კარგი, მაშინ გადაობას არა, იმიტომ რომ მე ხო ძალიან ისე ღრმად ვფიქრობ. ეს პრობლემას გავუსვავ. ხასო თუ გონია ამ ხალ არტისტს, რომ როდესაც B2B აქვს ხალთან კონკურენციაში უნდა შევიდეს თუ არა მასთან. ანუ მუსიკაში უნდა შევიდეს თუ არა კონკურენცია მოსულა? ოკეი. ეს კონკრეტულად ქალებს შორის, ხო? ხო, იმიტომ რომ მაგასაც შევჯახები ვარ სამწუხაროდ და მაინტერესებს რამდენად ჯანსაღია. მოგეთ მე ვფიქრობ რომ აი რაღაც იარაღით უნდა იაროთ ქალებმა. აი, შეგინთაცარი რა, ეგ აჭარი იარაღი. არ ვიცი, ვფიქრობ რომ ძალიან კარგი დიალოგი გამოვიდა, თუ რამეს დაამატებდი, მე არ მაქვს პრობლემა. რა შეიძლება რომ დავამატოთ? ხმელი გქონდეს რამე კონკრეტულთან დაკავშირებით. ნუ თუ ახლა ვერ შეძლებ ხუცაფაზრების დაალაგებას, არა უშავს როგორც გითხარი, შემდეგ უფრო დიდ ფორმატზე, როცა რამოდენიმე არტისტი იქნება, დაგიძახებ და იქაც გავიაროთ რამე თუ დავაკეთეთ დღეს. მეგობრებო, დღეს დაგემშვიდობები, ალექს, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და პატივი დაგვდე და რო გესტუმრე. ცოტა კი შეგვცივდა, მაგრამ მაინც კარგი გამოვიდა დღევანდელი ჩაწერა. წარმატებებს გისურვებ შენ საქმეში. და ჩემს მეგობრულ რჩევას გეტყვი რომ დაიკიდე, მოკლედ ანუ შენამდე არ მოუშვა, ანუ პრობლემა, როდესაც შენამდე მოდის, ეს მაშინ ხდება პრობლემა, თორე როდესაც შენ ამას, ანუ როგორ გითხრა, უკუაგდებ, უკვე ცოტა ლაითია რა და შესაბამისად უფრო მეტი დრო და რესურსი და გარემო გაქვს იმისათვის, რომ მსგავსი პრობლემებისგან თავი დაიცვა ადამიანმა რა, ან თუნდაც ებრძოლო, ან მოაგვარო, ან როგორც გინდა ისე დაარქვი ამ პრობლემას. წარმატებები შენს კარიერაში, არ ვიცი რა ჩანაფიქრებიც გაქვს, მინდა რომ ბევრად უფრო ხოძე იყო და ჩვენი პროექტი ყოველთვის შენს და დანარჩენ ნებისმიერ არტისტს მისცემს იმის საშუალებას, რომ თავისი სათქმელი თქვას, თავისი აზრი გამოხატავს და არ ვიცი, რჩევა იქნება ეს თუ ნებისმიერი თავისი გამოცდილება გააზიაროს, იმიტომ რომ ჩვენ ეს გვჭირდება. ანუ ჩვენ ისეთ საქმეს ვაკეთებთ რეალურად და ისეთ ინდუსტრიაში და სფეროში ვართ, სადაც მხარდაჭერა ერთად უფრო მეტს მოგვიტანს, ვიდრე ესე ცალ-ცალკე მე უფრო კაი ტიპი ვარ, შენ უფრო კაი ტიპი ხარ და ასე შემდეგ. მოკლედ, დაგემშვიდობებით მეგობრებო, ეს იყო Monolith Records-ი. შემდეგი ჩვენი სტუმარი იქნება ასევე ქალი არტისტი, რომელსაც შემდეგ ეპიზოდში გაგაცნობთ და ნახვამდის, მადლობა რომ ვიყურებდით.